ჩვენ შარშან მქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც საუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე ყველა მიმართულებით ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლას და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-24 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ქართულ რეგიონში და მოხარული ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც. არა მარტო რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებთ კორუფციის მცირეს თვალსაზრისით, გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა. გამოწვევები ბუნებრივია რჩება, თუმცა არსებული ტემპებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს საშუალო პერსპექტივაში უნდა უკვე შეძლებს დაუახლოვდეს, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს. გაიზარდა მნიშვნელოვნად დასაქმების მაჩვენებელი 2022-24 წლებში 185,000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადასცა 2,200 ბარს, როდესაც დაახლოებით ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის. ასევე პირველად ისტორიაში 90 წლების შემდეგ დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ საშუალო პერსპექტივაში სიღარიბის ძალიანად აღმოფხვრაზე ჩვენს ქვეყანაში.